მოგესალმებით. დღევანდელი ლაივი იქნება უფრო ორიენტირებული ასტროლოგიურ თემებზე და ასევე ისტორიულზეც. საინტერესო მომენტები და ასეთი საინტერესო სიტუაციები, რომლებიც ხდებოდა ჩვენ წარსულში გავაკეთეთ გარკვეულ პარალელებს გავავლებთ და ჯერ მივყვეთ სიტუაციას ეტაპობრივად რა პერიოდში ვართ, რა მდგომარეობაა ცაზე, რას გვიქადის ეს სიტუაცია და ასე შემდეგ. ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული კარმული პერიოდებია. რეალურად აი ამ პერიოდში ისახება ჩვენი მოვალი. აღმოვალი კვანძები, რომლებიც ადამიანს აბსოლუტურად ყველას აქვს. ეს არის რახუ და კეტუ, რომლებიც გადადიან თევზების ზოდიაქოს ნიშანში, გადავიდნენ და აკეთებენ შეერთებას იმ სტელიუმზე, პლანეტათა აი ამ თელ დაჯგუფებაზე, რომლებიც შეკრებილი არის სწორედ აი გარდამავალ პერიოდში. სატურნი, ნეპტუნი, მერკური, უკუმავალი, ვენერა, მზე, რა მთელი ის არის აქ. ამიტომ საკმაოდ ესეთი პერიოდია, გარდამავალი პერიოდია, საკმაოდ სერიოზული და ამ ყველაფერსთან ეს ყველაფერი რაღაცნაირად გვიგვინდება მე როგორ დამნელებით. მზის დამნელებით მე-9 გრადუსში ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს პერიოდი, რომ ჩვენი მისიის, აი ამ სიტუაციურად ახლანდელი მდგომარეობა ჩვენი მისია უნდა იყოს აღმოვალ კვანძზე ორიენტირებული, ანუ აღმოვალი კვანძი შედის თევზებში. ეს რაღაცა არის, რომ თევზებიდან ნელა გადიან პლანეტები, გადიან და თევზები ზოდიაქოს ნიშანი ნელა იცლება იმ ასე ვთქვათ, დიდი და გრძელვადიანი პერიოდიდან, რომელიც დაიწყო 2023 წელს, მაგ დროს თევზებში იყო სატურნი, მაგ დროს თევზებში იყო ნეპტუნი და ნეპტუნი იყო 15 წელიწადი. ერთ ზოდიაქოს ნიშანში არ დაუტოვებია ეს ზოდიაქოს ნიშანი, თავისთავად ამან გარკვეული ეპოქა შექმნა, ხო? ეს მცირე ეპოქაა, რომელიც შეიქმნება და იწყება ახალი და ამაზე ვილაპარაკოთ მე როგორ გადავა ვირჩი და ეს მომენტი და 15 წელი როგორ შეერდება ეგ, რას მოიტანს ეს, იმიტომ რომ ამ პერიოდებში თაობები იბადებიან. და საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი არის. ამიტომ აღმოვალი კვანძები ეს თევზებში და თევზებისა და ხალწულის ღერძზე გვეუბნება, რომ ჩვენ ახლა ბევრად უფრო ჰუმანურები უნდა ვიყოთ, ბევრად უფრო ემპათიურები, ბევრად უფრო მიმტევებლები, უნდა ვისწავლოთ პატიება, უნდა ვისწავლოთ სიყვარული, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა, სუფთა ჰუმანური და ადამიანური ასე ვთქვათ ჩარჩოებიდან გამომდინარე და არანაირი რაციონალური და არანაირი პრაგმატიზმი ამ შემთხვევაში არაფრო უნდა დაუჯეროთ ამ დროს ინტუიციას, ვიდრე მაგალითად დედუქცია, ლოგიკურ აზროვნებას და რაღაცა უფრო მეტად უნდა იმოქმედოთ უფრო ჰუმანურად, ვიდრე მაგალითად რაღაც ანალიტიკური ასე ვთქვათ ანალიტიკური აზროვნების შედეგად. მიხვდით, ის რომ ეკუთვნის დაუშვა ვიღაცას რაღაცა და ეს მას უნდა გქონდეს კი, მაგრამ მოდი რაღაცა დაუთმოთ, რაღაცა ვაპატიოთ, რაღაც ისე ვქნათ, აი რაღაცა არ უნდა განსაჯოთ არავინ და რაღაცნაირად თქოს ესეთი უპირობო სიყვარული უნდა, უპირობო სიყვარულით, უფრო ინტუიციით, უფრო რაღაცა ადამიანობით, ანუ ადამიანობა წამოწიოთ წინ ამ შემთხვევაში. აი შეიძლება ადამიანი რაღაცაში იურიდიულად მართალია, მაგრამ ადამიანურ პონჩი იჭრება, ხო? და ესეთი რაღაცა აი ამ შემთხვევაში სწორედ ეგეთი რაღაცაა, რომ უნდა აი ამდენ გადგე და ეს
ადამიანობის თემები უნდა წამოწიოთ წინ, ამ თქოს ეს მისია ეხლა ეგეთი აქვს კაცობრიობას ჩვენს. ამიტომ ესეთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება და ნეპტუნისა და სატურნის შეერთება ეს სწორედ იწვევს ყველა დაფარულისა და ყველა დამალულის და ყველა ესეთი ფარული რაღაც მოქმედებების გამომჟღავნების თემებს. ბევრი რაღაცა გამომჟღავნდება, ბევრი რაღაც დაფარული ხდება, ანუ აი ამ დროს არ არის სასურველი ვიღაც მოტყუება, არ არის სასურველი ინტრიგები, არ არის სასურველი რაღაც მანიპულირება ადამიანის, იმიტომ რომ სატურნიც იქვე არის და სატურნი აუცილებლად გამოავლენს მაინც იმ ყველაფერს, რაც იმალება იმის უკან, რაც არის დაფარული, მოხდი, ანუ ესეთი სიტუაცია არის, სატურნის საერთოდ უყვარს დისციპლინა და წესრიგი, ნეპტუნი კიდე ქაოტურია და ძალიან ესეთია, ქაოსა. ოღონდ აქვს თავის პლუს მინუსები მაგას სატურნი ყოფს, ნეპტუნი აერთიანებს. ეს უკვე ესეთი რაღაცა არის, ღვთაებრივი თემა. ამიტომ ისინი ერთად ვერ ძოვენ მაინც ერთად. მათ უჭირთ ან ისინი ქმნიან რაღაც ისეთ კანონებს ერთობლივად, რომლებიც მერე უკვე ითამაშებს უკვე დიდ როლს ადამიანების კაცობრიობის ცხოვრებაში. აი ახლა რაღაცები შეიქმნება, ისეთი რაღაც ჰუმანური კანონები შეიქმნას. ნუ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრსაც რო დავაკვირთ, ახლა დაიწყეს მაინც და მაინც იმ დაფარული თემების ამოწევა წინ, რომელიც რა ქვია, ეხება ამ ცხიმალისა და სამაჩაბლოს დაკარგვის აი ომს და იმ სიუჟეტებს, მაინც და მაინც ახლა დაიწყეს აი ამ რაღაცების გაშიფრვა და რაღაცა თემატურად ხო ჯერ ისინიც ის ქართულ ოცნებას შეეძლო ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ როცა მოვიდა ხელისუფლებაში ხო რაღა მაინც და მაინც ეხლა რაღა მაინც და მაინც აი ამ დროს ხო რამდენი დრო გავიდა ჯერ რომ მოდიხარ და დაიწყო ყველაფერი ამით უნდა დაიწყო ხალხზე ზრუნვით უნდა დაიწყო სამართლიანობის დადგენით მეხუთი აი ესენი უკვე თავისი ცხოვრების რაღაცა ეს ბოლო ეტაპზე როცა უკვე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეზიზღება ქართული ოცნება მაინც და მაინც ეხლა დაიწყეს ეს რაღაცა ეს სამართლიანობის აღდგენა და ეგეთი რაღაცები ანუ რაც არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ყველა მიცით რომ ეს ოცნება და ნაცნონ ნაც ბანდა ეს ყველაფერი ერთეგივეა რა ეს არ არსებობს რაღაც ოპოზიცია არ არსებობს როგორც ეგეთი აქტიური ვინც არის ყველა ერთმანეთს იმაშურება ამიტომ აი ეს ასტროლოგიურად ძალიან იხსნება ეს ყველაფერი კარგად ჩანს აი აქ კარგად არის თქვა ჩამოყალიბებული და გაშიფრული რაც არ უნდა ხლა მათ სპექტაკლები დადგან და ეს რეალურად ასე თქვენ ხედავთ ეს არის სპექტაკლი ძაღლის ტყავს არ დახევს და ესე ამათი ამბავი მაგრამ ძალმა რა დააშავა როცა ამაზეა საუბარი და შესაბამისად აი ეს ყველაფერი რომელიც ხლა ხდება ხო ეს სრულდება საკმაოდ ესეთი გარკვეული იმით რა ესე თქვა ერთგვარი ისცენირება რაღაც აი კაი ხელისუფლების და რაღაცა ეხლა კიდე ხო აი გადადის აღმავალი კვანძი იმაში რაღაც თევზებში და რა ხდება რა გააკეთეს ანუ ხელისუფლებამ ჩათვალა რომ ყველაფერი რიგზია აქვს ყველაფერი ხუთიანზეა ქვეყანა გუგუნებს და ასე ვთქვი ციკციკებს საათივით და всё უკვე ჩვენთან ყველაფერი აწყობილია და მივდივართ პროგრესზე და მივდივართ განვითარებაზე და დაიწყო საქართველოსზე განუვითარებელი ქვეყნების რა დახმარება $10,000 ოდენობით. აი რაღაც ესეთი კუნძულების კამბოჯა და ისინი აი რაც არიან ესეთი დაბალ მე-4 თუ მე-5 კატეგორიის ქვეყნები რაც ავღანეთი და ასე შემდეგ. ნუ მაგათ რაღაც თავის ინტერესი რაღაც ფინანსურ მსხვერპლს წირავენ, საუბრობთ ეგეთ თემა და აი ესეთი მარაზმით არიან დაკავებულები, როცა ჭიათურაში შიმშილით ეხოცება ხალხი, ეს მაღაროელები, იქითკენ მეშახტეები ტყიბულში და აი ეს ხალხი, რომლებსაც ვერაფერი ვერ მოუგვარეს და ვერაფერი ვერ დაალაგეს იქ და იქ ხალხი, რა ვიცი, ნისიებზე ცხოვრობდა დღიდან დღემდე
ასე სხიპუმეებით, რა ქვია, თანხებით იტანენ ყოველდღე თავს და მშიერი კვდება ბავშვები გვეხოცება ჩვენს შიმშილით ხალხი, ხო? აი ეს ანანისტები კიდე, რომლებიც ახლა აქ არიან მოსულები მთავრობაში, ეს მარაზმატიკები აკეთებენ ეგეთ რაღაცებს. ნუ წავი ფული ამათ ბევრი აქვს და ფული ახლა ბიუჯეტი საკმაოდ დიდია. თავისუფლად შეუძლიათ თუ ქვეყანა ფეხს დაყრა, მაგრამ ამის ინტერესი არ არის და არც იქნება. ეს ყველაფერი გამოჩნდება და რადგან მოდის სწორედ ესეთი ეპოქა და ესეთი პერიოდი, რომლებიც ენთუზიასტების საკმაოდ დიდ ჯარ შემოიყვანს საქართველოში და ძალიან ბევრი გამოჩნდება ესეთი ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ საქართველოზე ზრუნვას და საქართველოზე ფიქს. რაღაცნაირად გამეორდება რაღაც ისტორიები და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია სწორედ ეს. ნუ ეხლა რაც ჩვენ გვაქვს 29-ში გვაქვს ალბათ 2 საათისკენ შუადღით ეს არის მზის დაბნელება და ეს დაბნელება ანუ არ არის ძალიან ესეთი მძიმე, არ არის ესეთი ერთგვარი ტრანსფორმაციისა და გარდაქმნას პირდება კაცობრიობას ჩვენს სხვათა შორის და ამ დაბნელების პერიოდში ასევე ეს სიტუაციები რომელსაც ჩვენ გვაქვს ცაზე უკუმავალი მერკური, უკუმავალი ვენერა, ეს პლანეტები, ეს კორიდორის დახურვა უკვე და მე უკვე რაღაც სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ და ცოტა აპრილი უნდა გქონდეს შედარებით უფრო ესეთი მსუბუქი. ნუ რაღაც აპრილმა უნდა ყველაფერი ჩასვას და დასვას ყველაფერი რიგზე აპრილის პირველმა ნახევარ მოყოთ. მეორე ნახევარი საკმაოდ მძიმეა, საკმაოდ რთულია და დიდ სერიოზულ ასე ვთქვათ, ახალი კონფლიქტების და ახალი ასე ვთქვათ, საომარი პროცესების ალბათობას ქმნის, რადგან საკმაოდ მძიმე კონფიგურაცია არის. ეს არის ლილიტი, რომელიც გადადის მურიელში, პელიუს ზემოდან არის ტau კვადრატია, ეს დიდი კვადრატია უფრო სწორად. ნუ ტau კვადრატია ფიქტიური ზოგადად ფაქტური პლანეტები და თუ ჩავთვალოთ ფიქტურ პლანეტებს თუ ჩავთავთ, ანუ ლილიცაც მივიღებთ დიდ კვადრატს, ანუ ეს ნიშნავს, რომ მზე, სატურნი, პლუტონი და ნეპტუნი ეს ქმნიან უკვე ახალი დიდი ბრძოლების და დიდი ომის რაღაც ახალ ჩანასახს ქმნიან, ან ეს ქმნიან მაპროვოცირებელი, ასე ვთქვათ, ეს პერიოდი და ეგ დღე. ეს კიდე ბევრ სხვა რამებსაც ნიშნავს, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრების, ეს შეიძლება იყოს ვულკანების ამოფეთქვის, ხანძრების და საკმაოდ ესეთი სერიოზული ნაკული შავი ძალების შემოსვლა ხდება სამყაროში ამ პერიოდში საკმაოდ რთული პერიოდია. ლაპარაკი არის რა პერიოდზე? ლაპარაკი არის როცა კუროში გადადის მზე, აი ის დრო და ის პერიოდი საკმაოდ მძიმეა. ეს არის 18, 19, 20, 21, 22, 23 რიცხვი. და აქედან გამომდინარე ამ დროს საჭიროა ძალიან მაქსიმალური სიფრთხილე და მაქსიმალურად ნუ ჩვენ კი ვიქნებით ფრთხილად, მაგრამ აქ უფრო გლობალური პროცესები ხდება, რომლებიც ჩვენებს ვერ უზავდა, ვებს რო გავაკეთებთ აქ სამწუხაროდ. ხო, ამიტომ წინ გვაქვს აი ეს პერიოდები, ნელ-ნელა უკვე სიტუაციები დაალაგდება, დაწნარდება, გასწორდება მერკური და მერკურის გასწორება მოხდება უკვე სადღაც 7 ასე ვთქვათ აპრილის თვეში, დასაწყისში. ამიტომ ეხლა არაფრის კეთება არ არის სასურველი, არანაირი ასე ვთქვათ რაღაც დოკუმენტების, მანქანის დაუშვათ გაყიდვა, რაღაც ახალი იდეების და ახალი ასე ვთქვათ თემების დაწყება არ არის რეკომენდირებული, რადგან ეს პერიოდი უფრო კარგია ამ ყველაფრის ანალიზისთვის, ანალიტიკური პერიოდია ესეთი, რომ უნდა გაანალიზო, ყველაფერი დათვალო, ყველაფერი უნდა დაგეგმო და მე როგორც გასწორდება მერკური, ასე ვთქვათ 7 აპრილს დაახლოებით ეს პერიოდი დადგება და მე უკვე დაიწყო მოქმედება. გარდა ამისა, ნუ ეს ვენერას ასპექტებიც, რომლებიც ჩვენ გვაქვს და ვენერას უკუმავლობა, ეს არის ესე ვთქვათ წარსული პარტნიორების, ძველი პარტნიორების გაგვიძების და ძველი პარტნიორების გახსენების ან გამოჩენის და რაღაც თითქოს მცდელობა იმისი რაღაც ახალი ურთიერთობა დავიწყოთ ან თუ რამე ურთიერთობა დავიწყეთ ახლა იმ პერიოდში თავისთავად როცა გასწორდება უკვე ვენერა
და გაასწრებს თავის მოძრაობას, ეს ინტერესებიც გაყვებიან ამ, ასე ვთქვათ, ვენერის გასწორებას, ანუ ადამიანს გაუსწორდება გემოვნებაც, გაუსწორდება გრძნობები, ემოციები და ეს მოხდება დაახლოებით 14 აპრილს გასწორდება და მაგ დროს შეიძლება უკვე ანუ ამ პერიოდში არის რეკომენდებული რაღაც რემონტი გააკეთო, იმიტომ რომ ის დიზაინი რომელიც ახლა თქვენ დაიწყეთ აღარ მოგვეწონა უკვე მე როცა გასწორდა ვენერა ის მანქანა რომელიც მე ვიყიდე, ის გოგო რომელიც მომეწონა, ის ბიჭი რომელიც მომეწონა, ის მანქანა რომელიც მომეწონა, ან ის რაღაცა, ის რაც მოგწონთ ვიზუალურად, ტანსაცმელი, ის რაც მოგწონთ ინტერიერი, ექსტერიერი, ლანდშაფტი, რა ვიცი, თუ კი რამას აკეთებთ ეგეც, რომელიც მაინც პრომაზეა, გემოვნებაზე აგებული, სხვადასხვა ჯერჯერობით ეცეთ რომ თავი შეიკავოთ მსგავსი რაღაცებისგან, დაგავდით რაღაც რუტინით სხვა თემებით. ხო, ამიტომ ესე ვთქვათ, აი ეს ცა ნელა დალაგდება უკვე 14 რიცხვის მერე, უკვე გასწორდა მერკური, აი ყოს სწრაფად და კარგი სწრაფად როგებულობს, მერე უკვე ვენერაც გასწორებს თავის მოძრაობას და ამიტომ ესეთი სიტუაცია არის. ასევე კიდე როცა გასწორდა მერკური და ამ პერიოდში ჩასახული ახალი ურთიერთობები ან თურმე გაიცანი, თურმე საკენი შეიძლება ეს უკვე საბედისწერო იყოს და მთელი ცხოვრება გაყვეთ. ესეთი ასპექტი არის ახლა ცაზე, სწორედ ეს გასწორებული ვენერას ფონზე, როცა უკვე 14 რიცხვს გაცდება, 15, 16, 17 თუ გაცა გაიცანით, თუნდაც მერეც, ნუ დაახლოებით 1-2 კვირის ფონზე, დიდი ალბათობა ამ დროს, რომ აი ამ გაცნობილმა პერიოდმა რაღაც ახალი ურთიერთობები ჩასახოს, რომელმაც შეიძლება საკმაოდ დიდი გრძელვადიანი პროცესები დაიწყოს თქვენ ცხოვრებაში. ნუ ესეთი რაღაცა კარმული და ესეთი საბედისწერო თემები ხდება ძალიან ბევრი აი ამ დროს. დავნელებაზე კიდე ეცადეთ რომ იყოთ უფრო სახში, იმიტომ რომ აი დღის მანძილზე ხდება, შუა დღით არის დავნელება, მაგრამ დავნელება ხდება სადღაც იქითკენ. გრენლანდიის მოიცავს ცოტა ევროპის დასავლეთ მხარეს, რაღაცა ძირითადად გადავლეს ატლანტიკის ოკეანეზე. ყოველ შემთხვევაში ეს საქართველოს არ ეხება. так. თუ რეტროვენერას დროს დაიბადე, მაგ დროს რა ხდებაო, ანუ სახლი მაქვს მოსაწყობი, რეტროვენერა მაქვს. თუ რეტროვენერას დროს ხარ დაბადებული, მაშინ პირიქით ახლა უნდა იაქტიურო და მოასწრო ყველაფერი და ეს დიზაინის თემები და რაღაცები ახლა უნდა მოაგვარო და მისცე გეგმა რომ გააკეთონ და ასრულონ. ვისაც რეტრო მერკური ყავს, იმასაც ურჩევ რომ იაქტიუროს და მოასწროს ყველაფერი 7-8 აპრილამდე. კიდე ერთი რამე გაითვალისწინეთ, როცა რეტროვდება მერკური, დაუშვათ მერკური უნდა დარეტროვდეს და რეტროვდება უკვე ოფიციალურად, მაგალითად 10 თებერვალს, ხო? აი ეს 10 თებერვალი არნიშნავს, რომ ამ დროს დაიწყო იმან თავისი, ესე ვთქვათ, ოინები. ის დაახლოებით კვირა ნახევარი, 2 კვირით ადრე უკვე იწყებს შენელებას და უკვე შენელებაც კი უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის რეტრო მერკური უკვე მოქმედებს ამ დროს. მე ის რომ მოდის, მე ესე იკეთებს მარპუშს, ესე უკვე ამბრუნდება, მე ისევ წინ მიდის, ხო, ეს რაღაც აკეთებს. ხო, და აქედან გამომდინარე, შენელებიდანაც შეიძლება ათვლის წერტილი და განსაკუთრებით ბოლო კვირა უკვე ის არის, უკვე სუსტია, ის ვენერა აღარ არის, ანუ ის მერკური აღარ არის. კიდე ერთი ნიუანსი ასტროლოგიაში, ყველა პლანეტას თავისი სწრაფი აქვს. პლანეტა რაც უფრო სწრაფია, მით უფრო საღია, მით უფრო ძლიერია, მით უფრო ქმედითია, მით უფრო ჭკვიანია, მით უფრო ის არის რეალურად შედეგებს, უფრო შედეგიანია და უფრო კარგია, რაც უფრო ესეთი სწრაფი რაღაცა. იტალიას ნაკლებად ეხება მზის დამნელება. ხო, ამიტომ ეს რაღაცა არის, აი ეს ნიუანსები და თურმე დაიბადა ამ დროს ზოგადად და რაღაცა, ნუ ესეთი სრული პერიოდი არ არის რაღაცა, რაღაც მძიმე იყოს, თუმცა ეს კამული პერიოდია და ყოველ შემთხვევაში თუ იმეს აქვს უბრალოდ შანსი რომ ბავშვის დაბადება გადაწიოს და აი ამ კუროს გარდამავალ პერიოდში არ დაიბადოს და თუ არის შანსი რომ იქით გადაიწიოს მაგალითად
24-25 აპრილის მერე უფრო ჯობია, ვიდრე მანამდე. მძიმე ასპექტებია. მარტს მერეა კარგი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ესეთი ბედის წერაში ჩასვავენ აი ესე ვთქვათ მძიმე ასპექტებს. ლილიტი მორიელი ეს კიდე ძალიან დიდი თემაა, ძალიან ესეთი ბევრისთვის ძალიან საინტერესო და ბევრისთვის შიშის მომგვრელი და ასე შემდეგ. მაგრამ 6 აპრილს ლილიტი გადავა მორიელში. ამ დროს გაძლიერდებიან ეს შავი მაგები, ამ დროს გაძლიერდება ეს შავი თემები, რიტუალები. თავისთავად ხლესტი ასპექტი იქნება ცაზე სწორედ აი ამ ლილიტის გადასვლის დროს და განსაკუთრებით აპრილის 20-21 რიცხვში აუცილებლად მან ჩაატარებენ რაღაც რიტუალს და მსხვერპლ შეწირვას, იმიტომ მსხვერპლ შეწირვის ასპექტებია. შეიძლება ამ დროს რაღაც ომები ძალიან ვითარდეს, ძალიან გაძლიერდეს, რაღაც სადღაც მოხდეს ესეთი რაღაცა, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპოს და თავისთავად ყველა ომი მსხვერპლია და ყველა ომი მსხვერპლ შეწირვის ის არის რიტუალია საერთოდ, ომები ისე სპონტანურად არ ხდება. ნეპტუნი ვერჩი ასნელოდოთ ამაზე ვისაუბრებ აუცილებლად და ძალიან ვრცლად დღეს. ანუ ეს საკმაოდ ეპოქალური პერიოდია და ამიტომ ამას სჭირდება კარგად გაშიფრვა და კარგად ვეცდები რომ ესეთი დაწვრილებით მოყვე ყველაფერი. რაც არის და როგორც არის. ხო, ამიტომ აი ეს დასაწყისი კუროსი განსაკუთრებით ამ თვეში ყველაზე რთული ეგ არის. და ყველაზე დასაწყისი კუროს დასაწყისი ხო აპრილის ბოლო უკვე როცა მთავრდება ვერძი და იწყება კურო აი მაშინ, რომ მაგ დროს დაბადებულებსაც საკმაოდ მძიმე პერიოდი აქვთ. მაგ დროს დაბადებულებს საკმაოდ ესეთი ტრანსფორმაციისა და გარდაქმნების ასევე ეს არის პერიოდი, როცა ადამიანმა დაინგრეს და უნდა აშენდეს, აეწყოს თავიდან, მოხდეს ფენიქსის ეფექტი განიცადოს. ეს ეხება მორიელებსაც, ეს ეხება ასევე ივლისში დაბადებულ ლომებსაც. მათვისაა საკმაოდ რთული, უნდა ერიდონ ცეცხლსასროლი არახს, უნდა ერიდონ აი ამ ბასრსაგნებს, დანებს, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად სახლში, იმიტომ რომ ხანძრის ალბათობა არის ძალიან მაღალი მაგ პერიოდებში. ვულკანების ამოფრქვევის ალბათობა არის ძალიან მაღალი მაგ პერიოდებში. მიწისძვრები თავისთავად პლუტონი განაგებს სამყაროს, რომელიც მიწის ქვეშ არის, ხო? ესეთი რაღაცა შეიძლება კიდევაც რაღაცა კიდე აღმოაჩინო, რაღაცა კიდე ნახო, რომელიც იყოს რაღაც სენსაციური. ეს სპექტაკლები ყოველ შემთხვევაში იდგმება და არის და მოკლედ კიდე რაღაცები ნახეთ, რაღაცებს კიდე ნახავთ ბევრს. ცაზეც ნახავთ რაღაცებს რა, ზოგი მართლა ხდება, ზოგი ისიც როა. მოკლედ, ამიტომ აქ ტყუილ მართლს უკვე ვერ გაიგებთ, რომ სად რა ხდება, მაგრამ ბოლოს ყველა ადამიანი მიხვდება რეალურად სადა ვართ მოსულები, რა ქვია ამ ჩვენს ზოოპარკს, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და მიხვდება კიდე, რომ ჩვენს გარდა კიდე ბევრი რაღაც საინტერესო ხდება და ბევრი მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება. და ბევრი ამოუცნობი რაღაცა ხდება დედამიწის ფარგლებს მიღმა. ამიტომ ბევრი ამას აიხდება ფარდა, რადგან ნეპტუნიც რო გადადის თევზებიდან, ანუ ინტრავერტული ჩაკეტილი თევზები ზოდიაქოს ნიშნიდან გადადის ექსტრავერტულ და ესეთ ღია ნიშანში როგორიც არის ვერძი თავისთავად ის ყველაფერს იტყვის, ყველაფერს დაგხვავს, ყველაფერს ღია განაცხადებს, ყველაფერს იტყვის რაღაცისთვის, ან კაცობრიობისთვის, ან რაღაცა, მოხდა. ესეთი ხალხი იქნებიან და ეგეთი ხალხი გამოყოფენ თავს ამ პერიოდებში. ხო, ამიტომ ახლა სანამ გადავალ იქ საბოლოოდ მაგ თემებზე და ნეპტუნის თემებზე, მოკლედ ისევ აი დაუბრუნდე მინდა იმის ზედამრილების პერიოდი, როგორც გითხარით, არის 29 რიცხვი და კარგი იქნება ძალიან
ლომებისთვის, განსაკუთრებით ივლისის მეორე ნახევარში, ვინც არიან დაბადებულები მათთვის. კარგი იქნება ეს მშვილდოსნებისთვის, ვინც არიან დაბადებულები დეკემბრის თვეში. კარგი იქნება ეს ასპექტი ასევე მაისის ტყუპებისთვის და იანვრის მერწყულებისთვის. ხოლო რთული პერიოდი ჯერ ისე აქვთ ქალწულებს, განსაკუთრებით სექტემბრის ბოლოსკენ, ვინც არიან ქალწულები დაბადებულები, აი 18 რიცხვიდან 22 რიცხვამდე, 23-მდეც კი, მათაც პრობლემები აქვთ უკვე. იმიტომ რომ ნეპტუნი გადადის იქ და მაგაზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დილემები იქნება უკვე სასწორე ზოდიაქოს ნიშნებში, იმიტომ რომ პოზიცია იწყება და მან ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები შეიქმნება მთელი 14-15 წლის მანძილზე. ასე იმიტომ რომ სატურნიც გადადის მერე ვერტში და უკვე სასწორებს უკვე ცოტა მე უკვე ურთულდებათ ეს მომავალი 2 წელიწადი და 7 თვე. ასევე დადებითად უარყოფითად შეიძლება მოქმედოს ამ ასპექტმა კირჩხიბებზე, განსაკუთრებით ივნისის კირჩხიბებზე. ამ დამნელებებზე მაქვს საუბარი ზოგადად ჯერ ეს დამნელების თემა ჩავამთავრო და გადავიდე მერე უკვე სატურნისა და ნეპტუნის გადასვლაზე უკვე ტრანზიტზე ვერტში. დადებით უარყოფით იქნება თხისქებისთვის, ასევე ეს ვინც არიან დაბადებულები დეკემბრის თვეში, მათთვისაც და რთული აი ეს დამნელება და თავისთავად როგორც მოგახსენეთ, ეს დამნელება იქნება ცოტა რთული ასევე სასწორებისთვის. მათი დამნელების გათამაშება, დამნელების მოქმედების პერიოდი დაახლოებით ზოგადად აქვს 2-1 დამნელების პერიოდი თავის +-5 დღე და ასევე აქვს ხოლმე რთული პერიოდი, როცა უკვე გეთას პირველ კვადრატს, როცა ამთავრებს თავის ესე ვთქვათ მოქმედებას. რეალურად მისი გათამაშება შეიძლება მოხდეს სწორედ როცა მზე გადავა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, აი მაშინ გათამაშდეს ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ. ხო, ტყუპებს ხო კიდე ცოტა რთული პერიოდები თავისთავად აქვთ მშვილდოსნებს და განსაკუთრებით იმ მშვილდოსნებს, ვინც არიან დაბადებულები დეკემბრის მესამე დეკანში, ლაპარაკია 15-დან 18-დან 22 რიცხვამდე, 23 რიცხვამდე, 24-მდე წუთის გარდამავალია რა ეს. ეს გარდამავალი რა პერიოდი, რომელიც არის გარდამავალი მშვილდოსნიდან თხისქაში, იქიდან ქალწულიდან მერე სასწორში და ტყუპებიდან კირჩხიბში. აი ეს აქ არის ეს სირთულები, აი ამ პერიოდებში შემწერტილებში გროვდება. ეს არის აქტიური, ესე ვთქვათ, ფაზები უარყოფითი, იმიტომ რომ აქ არის შეზღუდვები, აქ არის სირთულეები, აქ არის ტრამვები, აქ არის ავადმყოფობები, აქ არის გარდაცვალებები, აქ არის ბევრი რაღაცა. და სხვათა შორის ეს ნეპტუნის და სატურნის თემები, როცა უკვე ნეპტუნი გადავა უკვე იქ, ზოგადად ვერტში შეიძლება უცებ რაღაც ბევრმა დაფარვმა დაავადებებმა ციჩინონ თავი და გახდეს უკვე ცხადი. იმიტომ რომ ზოგადად ნეპტუნი თევზებში ხელს უშლის სწორი დიაგნოსტირების ჩატარებას ზოგადად ექიმებს, დიფერენციაცია ხდება ბევრ სხვა დაავადებებზე და დიაგნოზის დასმა ძალიან უჭირთ ხოლმე, როცა უკვე ვერტში ყველაფერი გასაგებია უკვე რაც არის და როგორც არის, როგორც ცხადი ხდება ეს ყველაფერი. ასევე ურთიერთობები, ასევე არის საქმეები, ასევე არის ფინანსური თემები, ვიღაცამ რაღაცა მოიპარა, ვიღაცამ რაღაც დამალა, ვიღაცამ რაღაც ასე ვთქვათ, არაჩვენა თავისი შემოსავლები, არაჩვენა რაღაცა, უცებ გადავა იქ და ყველაფერი გახდება ძალიან ცხადი და გასაგები ყველასთვის. ესე იქნება ზოგადად ბევრ თემებში, რომელსაც განაგებს თვითონ ნეპტუნი, ხო? ეს არის როგორც შეიძლება ფინანსები იყოს, ეს იყოს ასევე ეკლესია და ეკლესია ანახებ და კიდევ ანახე კიდევაც რეალურად თავისი
თავი ვინც არის და რაც არის ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან კიდე ბევრი ესე ვთქვათ საიდუმლოები გამომჟღავნდება და ძალიან ბევრი რაღაცები შეიძლება დაიწყება საკმაოდ დიდი რეფორმები სწორედ აი ამ რელიგიურ თემებში. რელიგია საქართველოში ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია და თემა არის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან ესე ვთქვათ რელიგიურები, მაგრამ გეუბნებით რომ მოდის უკვე ახალი თაობა, რომლებიც აი ამ ზომბირებას და მართლმადიდებლობას, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, დაასრულებს, დაამთავრებს და მოდის იზრო, რომ რეალურად რაღაც ნამდვილმა რელიგიამ ისაკნას ზოგადად დაისადგუროს საქართველოში ის სული წმინდა რაც არის ეკლესიებში თუ წმინდა ადგილებში მივიდეს და რაღაცა ჭეშმარიტებას ვემსახუროთ და არა იმ მარაზმს და იმ ფულთაყვანისმცემლობას, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ეკლესიაში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ნეპტუნის თემა რო გადადის, მან უკვე ძალას კარგავს უკვე ამ შემთხვევაში აი ეს ორგანიზაციები, მსგავს ორგანიზაციები, ხო. ამიტომ ეგეთი რაღაცა არის. თქვენ წარმოედგინეთ, რომ მთავრობაშიც და ზემოთ იციან რა არის ასტროლოგია და ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებენ თემატურად იმ პლანეტების გავლენის ფონზე, რაც გვაქვს ჩვენ ცაზე და თავისთავად, თვითონ ბიძინებულებაშვილმა აგადიცის ძალიან ეს ასტროლოგიის თემები და ყავს გაირჩევლები და გაწერილი არის ყველაფერი რა დროს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ხალხის სასიკეთოდ ყოველ შემთხვევაში არაფერი არ გაკეთდება, ფაქტია ეს, ხო? ხო შეიძლება რომ აი ჭამ, ხო, რაღაცა გასაგებია ჭამ. და გასაგები არის მოშობნო იზრუნე, ხო, ხალხზეც რაღაცა რა, აი ბიუჯეტიდან კი ბატონ ჭამე 60%, მაგრამ 40% მაინც მოახმარე ამ ხალხს რაღაცა ქენი ბოლო-ბოლო. ვაფშე იდეაში უნდა მოახმარო, მაგრამ მაინც რა და ესენი 80% იდებენ და დანა 20% დანარჩენები ეს გააკეთებენ გზებს და მორჩა სხვა არაფერი არ ხდება აბსოლუტურად. დანარჩენი ეხმარებიან სხვებს. როგორც გითხარით თავში. ამიტომ ესეთი სიტუაცია გვაქვს. მე წინაზე ვისაუბრე კიდე მოკლედ ეპოქალურ პერიოდებზე. დანელა გადავიდეთ ახლა უკვე ამ ძიმე პლანეტებზე, იმიტომ რომ ძიმე პლანეტები ქმნიან ჩვენ ცხოვრების ტენდენციებს, მოვლენებს, სასიკეთო ან სირთულეებს, რომლებიც ჩვენ ერთგვარი სწავლის სახით მოგვდის და ეს სირთულე ზოგადად არ არსებობს ეს პროცესია სწავლის. რადგან თქვენ მოსული ხართ აი სიმულაციაში, რასაც ეს ცხოვრება ქვია და აქედან გამომდინარე თამაშობთ რაღაცის როლს, თამაშობთ აქ. არაფერი არ ხდება ისეთი, რომ რაღაცაზე ინერვიულ რაღაცა განიცადა უბრალოდ მიდის სწავლა და მიდის განვითარება, ამიტომ სულ ეს ენერგოინფორმაციული ველია. სულ ეს არის ცნობიერების. უბრალოდ რომ მოდიხარ რა გავიწყდება ყველაფერი რაც ქონდა ინკარნაციაში ვარ გააფრინო და იძენ ახალ ცოდნას, მე ადამიანი აქედან რომ გადის, მე იმ ცოდნას ყველაფერი ავიწყდება, დავიწყებული ახსენდება და ხდება უკვე შევსება იმ ცოდნის და ასე შემდეგ რა. თვარე მორიელებზე როგორ აისახება ლილითის ტრანზიტი მორიელში და ასე შემდეგ. მოკლედ. აი, კითხვებსაც გიპასუხებთ. მორიელებზე, რა გითხრათ, მორიელების დადებითი პერიოდები აქვს მორიელებს ამ პერიოდში ვიზახი და იმ მორიელებს, ვინც არიან დაბადებულები მესამე დეკანში, ამ შემთხვევაში უკვე ლაპარაკი მაქვს ნოემბრის ბოლო, რომელიც არის ხო, სადღაც ესე 10-დან ბოლომდე, 20 რიცხვამდე, 23-მდე, განსაკუთრებით უფრო ეს 15-ის მერე. ამიტომ დადებითი ფონია, პოზიტიური ფონია ყოველ შემთხვევაში და ეგ ლაპარაკი არის უბრალოდ ვისაც მზე ყავს მანდ. თორე შეიძლება მორიელი იყოს და გადიოდეს ჯოჯოხეთს ზოგადად. ამიტომ ზოგადად ესეთ სიტუაცია, ეს არ არის ზუსტი. ამიტომ გადავიდეთ იმ ეპოქებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის. წინაზე მე ვისაუბრე ის, რომ რეკლამების პერიოდი, ეს იყო ის პერიოდი, როდესაც პლუტონი გადავიდა
მერწყული ზოდიაქოს ნიშანში და სწორედ ეს პლუტონის პერიოდი არ იყო ცუდი. ეგ პერიოდი საქართველოსთვის საკმაოდ დადებითი იყო. მაინც ქვეყანა ეკონომიკურად ფეხზე დადგა, მაინც ამუშავდა ქართული ეკონომიკა, ამუშავდა ქართული კულტურა, რაღაცნაირად დალაგება დაიწყო ქვეყანა, მიუხედავად მრავლობითი და მრავალი შემოსევისა ლეკების და კიდე სხვა მტრების, მაინც ერეკლე თავის შვილთან ერთად და მე მარტოც ძალიან დიდ საქმეებს აკეთებდა საქართველოს საკეთილდღეოდ, შეიქმნა პირველი რეგულარული ჯარი და ეს რაღაც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცა იყო ეს ერეკლე მორიელი იყო თავის ზოდიაქოს ნიშნით და შესაბამისად თავს არდებდა, თავს არ ზოგავდა თავს იმისთვის, რომ ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა და ეგეთი ხალხი ძალიან გვაკლია და გვეკლდა ეს თუნდაც მეფეებშიც და თუნდაც მერე უკვე სხვა ასე თქვათ პოსტებზეც, რომლებიც ჩვენ ქონდა ქართველი ხალხი, რომლებიც მოდიოდნენ სათავეში და რომლებიც მართავდნენ, ზოგი პრეზიდენტი იყო, ზოგი პრემიერი იყო, ზოგი მეფე იყო, ეგეთი მეფეები იყო ძალიან იშვიათი. თუმცა პლუტონისა და ნეპტუნის გადასვლა დადებითი კიდე რა არის ის, რომ ნეპტუნი კიდე ბოლოს, როცა იყო ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, ისიც ემთხვევა ერეკლე მეფის პერიოდს. ანუ შეიძლება სწორედ პარალელები გაავლო და შეიძლება რაღაც მსგავსი მოხდეს. იმიტომ რომ ცუდი დროება და ცუდი პერიოდები, ცუდი ეპოქები ქმნიან ახალ ძლიერ მმართველებს და მოდიან ხალხი ისეთი, რომლებიც იწყებენ უკვე აი ჭაობიდან ამოყვანას ქვეყნის და რასის და მეების ზოგადად რა, ანუ რაღაც ერთი სულისკვეთები და პასიონარი ადამიანები მოდიან სწორედ ესეთ პერიოდებში, როცა მძიმე პერიოდები და მძიმე ეპოქა გვიდგეს. ახლა 34-33 წელიწადია ზუსტად ჩვენ აი ამ ჯოჯოხეთს გავდივართ, რომელსაც ქვია შევარნაძის აი კლანი, როდესაც ეს შევარნაძის თავარი ვირთხა რაც არის და დედა ვირთხა მოგოშობა ეს მერე მიშა და მერე ეს ისინი ქოცნაცები და ეს ხალხი უნდა დასრულდეს რაღაცა, მოხდა ვიღაცა უნდა მოვიდეს ისეთი, რომ აი დაასრულოს და ქვეყანა ფეხზე დააყენოს. მოხდა რაღაცა ეგეთი სუნიდგება რა ქვეყანაში. ეგეთი პოტენციალი აქვს, მოხდა რომ მოვა ის, ვინც მართლა უნდა იზრუნოს. ეგეთი ის არის. სწორედ აი ეს პლანეტები იყო მაშინაც, რომ ვიღაც ერეკლეს მსგავსი, მაგრამ არის კიდე ერთი მომენტი, მსგავსი კონფიგურაცია, როცა ჩვენ ქონდა, ეს იყო ასევე ლუარსცა პირველის დროს, ანუ როცა პლუტონიც და ნეპტუნიც ორივენი იყო მოთავსებული ერთი მერწყულში იყო პლუტონი, ზუსტად იმ გრადუსზე, როგორც ახლა ვართ ჩვენ, და მეორე იყო ნეპტუნი ზუსტად იმ გრადუსზე, რომელიც მაშინ ეხლა გვაქვს და მაშინ იყო ესეთი პერიოდი, ზუსტად მაგ პერიოდს ემთხვევა. მეფე მაგ დროს არ დაიწყო, მაგრამ ნუ ეს ის პერიოდია ლუარსა პირველის დრო. თვითონ ლუარსაბიც მაგარი მეფე იყო, ზოგადად ღირსეული ქართველი იყო, ძალიან დიდი მებრძოლი იყო, თავის თავი დადო და მას უწევდა ორი დიდი იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ის პერიოდი, როდესაც უკვე შაჰ-თამაზი იყო, ესე ვთქვათ, აი ირანის ესე ვთქვათ სათავეში და მიდიოდა დიდი ბრძოლები თურქებთან, ან ოსმალებთან და თურქეთ-ოსმალეთის ბრძოლების მთელი ის იყო რა, კასკადები ერთი ნაწილი, მეორე, მესამე და აი აქ უკვე ქართველები ცდილობდნენ რომ გამომოძრაონ სიტუაციიდან, მაგრამ მაინც ვერ ისახნეს ყოველ შემთხვევაში. მაგდროც კიდევაც გაიქცა ლუარსა პირველი ვერ გადავიდა დასავლეთ საქართველოში, რომ დაიწყეს შემოტევა მე უკვე ყიზილბაშებმა. და მაგრად მესამე არ გათქვა, ის გვერდში დაუდგა, მე ისევ დაბრუნდა ლუარსად, მოკლედ ჯამში პარტიზანულ ბრძოლას ეწეოდა, იმიტომ რომ ღია ბრძოლებისგან პროსტა აზრი არ ქონდა, ისინი იყვნენ ძალიან ბევრი და ძალიან ძლიერები. და შესაბამისად აი საკმაოდ ესეთი თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ქართულ ხალხს და ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილო დაიჭრა და გარდაიცვალა. ნუ მაშინ ყავდა ესეთი ღირსეული მეფე ყავდა ყოველ შემთხვევაში ესეც. და შემდეგი კიდე ერთი ასე ვთქვათ ისტორიული მაგალითი
როცა იყო ნეპტუნი მოთავსებული ვერჩი, ეს იყო ვახტანგ მეუქსის დრო, ესაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მეფე, ქართველი მეფე, რომელიც უაღრესად განვითარებული იყო, ის სულხან საბას მიერ იყო გაზრდილი და ეს სულხან საბა ეს არის წმინდა ადამიანი, სულმნათი ადამიანი. ეს იყო ადამიანობისა და ქართველობის იდეალი და ეს არის მართლაწმინდანი. ისევე როგორც მისი გაზრდილი და საკმაოდ ჭკვიანი იყო, უბრალოდ იყო რაღაც ნიუანსები, როცა ვახტანგ მეუქსი გაუშვა ის შანსი, რომ საქართველოს დიდების მწვერვალზე აეყვანა, როცა ლეკებთან და დაღესტანთან და იმებთან და დაიწყო დიდი ბრძოლა და დააყრევნეს იარაღ, გააჩერეს ერთ ადგილაზე, გაყინეს. მაინც შეეშინდა მას ირანის, თუმცა 60,000-იანი რაზმი და 60,000-იანი ჯარი აღმაშენებლის მერე აკოლია მაგის პერიოდამდე არავის. თვალოთები 60,000 იყო. 40-60 დამხმარე ჯარიც ყავდა, კიდე ძალიან დიდი ძალა ჰქონდა, ძალიან დიდი და აი ამ ხელა ძალის ფონზე არ უნდა დაეხია უკან, პირიქით მას შეეძლო ბევრი რაღაცები გაეკეთებინა. მე ეს სიტუაცია რო არ გამოიყენა შანსი, მე როგორ წავედა უკან. თუმცა ის იყო პირველი, ვინც განათლებასა და საქართველოს ცნობიერების ამაღლებაზე დაიწყო მუშაობა, იქ ბევრი წიგნები დაიბეჭდა, პირველი სტამბა შეიქმნა, ის დაუპირისპირდა ქართველ შავ სამღვდელოებას, იმის გამო რომ უნდა დაბეჭდილიყო პირველი წიგნი ეს ყოფილიყო ან სახარება და ან ვეფხისტყაოსანი და ვეფხისტყაოსნის მომხრე იყო ვახტანგ მეუქსე და აი რეალურად არ გაახარეს, მასაც ქვია, აიყოლეს კიდე ხალხი, აიყოლეს ის და თავისთავად მე დაიბეჭდა სახარება, მე დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი. მაგრამ ვეფხისტყაოსანი ეს არის ჩვენი ბიბლია ქართველების, ეს არის სიყვარულის წიგნი, ეს არის სახარებაზეც და ბიბლიაზეც და კიდე სხვა ბევრ მსგავსი მეებზე, ბევრ უფრო მაღმატებული და ბევრ უფრო ზეწიგნია და რომელსაც მრავალმხრივი და მრავალაზროვანი იდეებია ჩადებული აქ. მაგ ვეფხისტყაოსანში, ამიტომ სხვათა შორის და კიდე დიდი პლუსი რა ქონდა, რომ ვახტანგ მეუქსე გადაიცოდა ასტროლოგია, სულხან საბა ორბელიანმა ასწავლა ეს ასტროლოგია, ის აკეთებდა რუკებს, მას ჰქონდა საკმაოდ დიდი ცოდნა ამ მხრივ და პირველი ასტროლოგიური და პირველი მთვარის კალენდარი სწორედ ვახტანგ მეექვსის თაოსნობით სანქტ-პეტერბურგში დაიბეჭდა კალენდარი, ანუ აკეთებდა ძალიან დიდ, ესე ვთქვათ, რაღაც დიდ რეფორმებს აკეთებდა ცნობიერებაში ადამიანის, რელიგია და ასტროლოგია გააერთიანა, ხალხში გაზარდა უფრო მეტი რწმენა და რაღაც სხვანაირად დაანახა ადამიანებს უბრალოდ ეს ყველაფერი რა მოკლედ, მაგრამ ჯამში მე სტარტულად დაუსრულდა ბოლოს ეს ყველაფერი, მაგრამ მას ჰქონდა საკმაოდ დიდი გასახაინად ჰქონდა საკმაოდ დიდი პოტენციალი ამ ყველაფრის. და ხო და მესამე იყო შემდეგი პერიოდი, რაც იყო ეს იყო ერეკლე მეფეზე, რომელიც გელაპარაკეთ. ესეთ სიტუაცია არის. ჩვენ ეხლა ვიმედოვნებთ იმას, რომ გათამაშდება რაღაც უფრო კარგი პერიოდი და რაღაცები უნდა გადაეწყოს, რაღაცები უნდა დასრულდეს, ან უნდა გათამაშდეს ისე, რომ რეალურად ქართველებმა უნდა დავამთავროთ ეს ციკლი, იმიტომ რომ 33 წელიწადი სწორედ ის საფეხურია, რომელიც უნდა დასრულდეს და რაღაცა უნდა გარდაიქმნას, ან უნდა მოკვდეს და დაიბადოს. 33 წელი ეს არის ადამიანების მალა, ხო? 33-34 მალა აქვს დაახლოებით ეს პერიოდებია. ქრისტე 33 წელიწადი იყო, ანუ ქრისტეს ტყუილად არ არის ეს, მოხდი 33 მოტანილი აქ, იმიტომ რომ ადამიანის ცნობიერების განვითარების 33 საფეხურს გადის. ეს კიდე სხვა ცოდნა და აქედან გამომდინარე საქართველოსმა თითქოს გაიარა ეს რაღაცა და თითქოს ახლა უკვე დრო არ უნდა გაიღვიძოს და აზე მოვიდეს, რომ გამოჩნდეს ისეთი ხალხი, რომლებიც აი ამ ნაგავს დაიბერტყავს და აი ამ ახალ ცხოვრებას და ახალ იმას და ასე ვთქვათ, ახალ რეალობას შექმნის, ახალ სამყაროს, ახალ ქართულ რეალობას, რომელიც ადამიანების განვითარებაზე და ადამიანების ბედნიერებაზე იქნება ორიენტირებული. რაღაც ესეთი რაღაცა უნდა მოხდეს. ამიტომ რაღაცების გამო უნდა განთავისუფლდეს, იმწყება, ამიტომ სულის ტრანსფორმაცია. ამიტომ ნეპტუნი როცა
გადავა თევზებიდან გადავა უკვე ვერტში, ამიტომ მოიტანს ესეთ მრავალ საინტერესო რაღაცას, ანუ უარყოფით შემთხვევაში გამოჩნდებიან ფანატიკური იდეოლოგები და ისეთი იდეოლოგები, რომლებიც საკუთარ თავს გასწირავენ იდეის გამო. ხო, თუმცა ეს შეიძლება იყოს სწორედ ის პასიონარი ადამიანები, როგორც მაგალითად იყო გამსახურდი, როგორც იყო მერაბ კოსტავა, რომელიც მე უკვე დაამხეს უკვე ამ ხუნტამ, შევარნაძის და ილია მეორის და კიტოვანის და სიგუას აი ხროვა, მირთხების ხროვა, რომლებიც დღემდე ბოგინობენ და დღემდე ხელუხლებლები არიან და პირიქით ისევ ქართველიერი მათ ზესპიცულობს და ტრაქს კოცნის. და შესაბამისად აი ეს სიმართლე ვერ დაინახა, მოხდი, ქართველებს თვალებში ნაცარი აქვთ, ან გამოთხრილი აქვთ ეს ორივე თვალი. და აი ეს არის, მოხდი, ერი რო გაიღვიძებს და თვალებს რო გაახსნას და დაინახავს, თუმე ვინ იყოფილა, ვინ არ ყოფილა, ხო? მერე უნდა მოხდეს ეს რაღაცა, მოხდი, მაგრამ როცა ბრმა ხარ და როცა გძინავს ან როცა რაღაც ან გაიპარო ძილში, ან უნდა გადაიჩახო სადღაც, ხო? თუ თვალებს არ გაახარ, არაფერი არ მოგივს. სწორედ ესეთი პერიოდია, მოხდი, ეს ნეპტუნის გადასვლა იქ, რომ ადამიანებმა უნდა დაინახოს სიმართლე რა არის. მოხდი, ადამიანებმა უკვე უნდა იმ აგრესიაზე კიდე რომელიც მოდის იმ ხალხის მხრიდან, რომელიც იცავენ აი ამ ქვეყნის პირველ მტრეებს და ქვეყნის დამანგრევებს და ათასობით ადამიანის მიწაში ჩამდებ აი ამ თაობის შემქმნელებს, ხო, რომლებიც მოვიდნენ აქ, ხო? აი ამათ როცა დაინახავს და აი ამ სიმართლეს გაიგებს, ხო? ამ შემთხვევაში ერი უნდა დაიწყოს ერმა უკვე აღორძინება და ან და თუ ამას უეზავს ქართველი ერი განწირულია და ღირს იქნება, რომ სამუდამოდ მოისპოს მაშინ და განადგურდეს მაშინ. თუ ვერ ხედავ, თუ არ გინდა, თუ არ შეგიძლია, თუ ისევ ის გინდა გააგრძელო, რომელიც შენ კლავს, დამდროს დაავადებული ხარ, ხო, მძიმედ რეალურად და არ გინდა რომ ეს დაავადება მოგიჩნდეს და გინდა თვალები გაახილო, ხო? და ისევ გააგრძელა აი მარაბში ყოფნას, თავისთავად ეს მარაზმე მოიტანს ლეტალურ შედეგებს და ძალიან ცუდს. ამიტომ ჩვენ არც არ გვინდა ის რომ ქართველი ერი გადაშენდეს და აუცილებელია სწორედ ქართველი ერის აღვიძება და აუცილებელია ქართველი ერის ახრიდან დაბადება. ეს უნდა მოხდეს 2025-26 წლის პერიოდში. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ დროს. ერის აღორძინება. ამიტომ დააკვირდით თქვენ თვითონ პოლიტიკურ საბიელზე ვინ ხალხი მოდის ახლა, ხო? მოდიან ნაციონალისტები, მოდიან ფაშისტები, მეხუთი რაღაც ეს ადამიანები, რომელსაც უკვე თავისი სისტემა უნდათ რომ ჩამოაყალიბონ, მაგრამ რაღაც დონეზე რაღაც პერიოდში შეიძლება მათმა ხიდის როლი ითამაშონ ვიღაცებისთვის, მაგრამ საქართველოს ფაშიზმსა და საქართველოს ნაციზმს და ეგეთ რაღაცებს ვერ გაუძლებს. 21 საუკუნეში უკვე ეგ მოძულებული თემები აუცილებელი არის რაღაც სხვა თანამედროვე მიდგომები და მეტი, ასე ვთქვათ, აქცენტი უნდა კეთდეს ადამიანების ცნობიერების გამაღლებაზე, განვითარებაზე და სწორ სულიერ ცოდნაზე. ეს აუცილებელია, რომ ადამიანი დადგეს ფეხზე და ადამიანს ქართველი ხალხმა, ასე ვთქვათ, რაღაცა სისულელეებში და იმ დონკიხოტობას თავი დაანებოს. იმიტომ რომ ეს დონკიხოტობაც ეგ არის, მოხდი, ნეპტუნის უარყოფითი გამოვლინება არის. იმიტომ შეიძლება ბევრი გამოჩნდეს ესე დონკიხოტის მსგავსი, რომლებიც ებრძვიან ქარესტის ქვილებს. აი ეგეთი რაღაცა, ცოტა ქმედითი უნარიანობა საჭირო. ამიტომ ნეპტუნი როცა გადადის ვერტში, ადამიანებში იმატებს სწორედ რას? იმატებს მეტი სიხისტე, იმატებს მეტი პირდაპირობა, იმატებს მეტი, ასე ვთქვათ, ეს დიდი რევერანსები და ეს რაღაც დაფარული ეგეთი რაღაცები ამ დროს არ უყვარს აი ამ ნეპტუნს. უფრო იმპულსები თუ რამეს გძნობ, თუ რაღაცა მინდა, თუ რაღაც მიყვარს, პირდაპირ გადავდივარ საქმეზე, მე შენ მიყვარხარ და ვსწორ მინდა ეს ყოველგვარი მების გარეშე. გინდა გაიგი, არ გინდა გადაიყავ მაშინ. ამიტომ ნეპტუნი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს 25 წლის 30 მარტიდან 22 ოქტომბრამდე. ეს როგორი რაღაცაა, რომ ჯერ გამოდის, სიტუაცია უნდა ნახოს, დაზვეროს, როგორც პლუტონმა გააკეთა ეს. გამოვიდა ნახა, დაზვერვა, ნელ-ნელა უკვე დაიწყო ფორმირება უკვე თავის
უნდა გადაეწყოს ნეპტუნი უკვე ვერძის ფორმირებაზე, რის შედეგადაც დროები დაბრუნდება ისევ თევზების ზოდიაკოს ნიშანში და 2026 წლის 27 იანვარს კვლავ შევა ვერძის ზოდიაკოს ნიშანში და 2038 წლის 22 მაისამდე განაგრძობს მან თავის მუშაობას და მოღვაწეობას. ამიტომ ძალიან გრძელი და ძალიან დიდი პერიოდი მოუწევს მათყოფნა და ეს შექმნის სწორედ აი ამ ახალ ტენდენციებს და ახალ ეპოქებს, სიტუაციებს და გარემოებებს ყოველ შემთხვევაში. და ძალიან განსხვავებული, იმიტომ ნეპტუნი ძალიან განსხვავდება ნეპტუნი თევზები და ზოგადად ნეპტუნი ძალიან განსხვავდება ვერძებისგან, ეს რადიკალურად განსხვავებული რაღაცა არის. ამიტომ ნეპტუნი არც არ დატოვებს იმაში, ქვეცნობიერში, შიგნით გულში, ის ყველაფერს ამუხეთქავს. ზოგადად უარყოფით ასპექტებში ზოგადად ნეპტუნი ეს არის როცა ადამიანი ფანტავს უაზროდ ენერგიას. ზოგჯერ რაღაც ილუზიებში ვარდება, ზოგჯერ რაღაც შეცდომებს უშვებს, ანუ მაინც ნეპტუნი ადამიანს შეცდომებისკენ იმაშორება. შეცდომებს აშვებინებს. ზოგადად როგორც მოგახსენეთ, სწორედ ნეპტუნი დაასრულებს გარკვეულ რელიგიურ თემებს, დაასრულებს და დიდ გარდაქმნას და დიდ ტრანსფორმაციას გამოიწვევს ამ ყველაფერში. ამიტომ აი ეს ამ ეპოქაში დაბადებული ადამიანები, ამ დროს დაბადებული ადამიანები ნეპტუნი ვერძით, სწორედ ესენი იქნებიან ის ხალხი, რომლებიც რელიგიას ნამდვილ სახეს ანახებენ ხალხს და მიუჩენენ თავის ადგილს და რაღაცა მოახდენენ ახალ ფორმირებას ამ ყველაფრის. ამიტომ უფრო წამოვარენ ახლა წინ, როგორი ხალხი წინ მისიონერები წამოვარენ უფრო წინ. იმიტომ ნეპტუნი ვერძის უკვე მისიონერია. ეს არის ის, ვინც აი საკუთარ თავს გაწირავს, აი ძველ ქრისტიანობის დროს იყვნენ ხოლმე ეგეთი ხალხი, რომლებიც საკუთარ სიკვდილზეც კი მიდიოდნენ და არ ეშინოდათ სიკვდილის, იმიტომ რომ მათი რწმენა იმდენად დიდი იყო და იმდენად ღრმა იყო, რომ მათ შეიძლება თავისთავად გაეწირათ. აი თევზები ნეპტუნის ხალხი ზოგადად აი ამ დროს არსებული რელიგიური თემები ესეთი ქვეშ-ქვეშა ხალხია, რომლებიც ან ძალიან განვითარებულები არიან და ან ორიენტირებულები არიან რაღაც ესეთ ფარულ მოქმედებებზე, უფრო ფინანსებზე, სიცრუეზე და ასე შემდეგ. ნუ რა არის, როგორ განავითარებ ამ ყველაფერს, მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა რა. ნეპტუნი თევზებს შეგიძლია განავითარო, რომ სულიერების მაღალი და ქრისტიანობის ყველაზე მაღალი ისანახო, ესე თქვათ, მაჩვენებელი მოხდეს რა, რომ ადამიანი იმდენად ქრისტიანული და იმდენად სულიერია, რომ მას შეუძლია საკუთარ მესთან, საკუთარ სხივთან, საკუთარ სულიწმინდასთან საუბარი. ხო, აი ეს არის მაღალი მაჩვენებელი და ეს არის რაღაც ჰაი კლასი რა. სულიერი განვითარების, როცა ადამიანს შეუძლია რომ რაღაცები გადაადგილოს, როცა ადამიანს შეუძლია რომ ადამიანი განკურნოს თავისი ბიოენერგეტიკული ძალებით და ქრისტე გეუბნება იმას, რომ მეც ადამიანის შვილი ვარ, კი მეც და ისევე როგორც მე, ასევე შენ შეგიძლია იყო ჩემნაირი და იყო ესეთი, როგორიც ვარ. კი, მე შეიძლება გზავნილი ვარ, მაგრამ თქვენ გზავნილები ხართ. და ამათ კიდე ამ ხალხს კიდე უნდა რომ არა, შენ ხარ ღმერთი და ჩვენ ვართ მონები. შენ ხარ ის და ჩვენ ვართ არარაობა. ჩვენ ვართ მტვერი რაღაც. მე ხვდები, ანუ აი ეს ვერ ისახნეს ადამიანებმა, რომ ის სულიწმინდა შენში ზდევს, მე ხვდები, თუ იყო ის ღმერთი, იყავი შენ ღმერთი და შენ ღმერთი ხარ. ეგ არის ცუდი, მე ხვდები, რომ რელიგია გეუბნება, რომ შენ ხარ არაფერი. და მე გეუბნებით, რომ და რეალობაში ესეა, რომ თვითონ ქრისტეც გეუბნება იმას, რომ თქვენ ღმერთები ხართ. ამიტომ იღმერთეთ ერთმანეთზე. იღმერთეთ. ღმერთი გააკეთებს იმას გალანძ ღავს, იმას შეაგინებს, ღმერთი იმას ბოროტებას გაუკეთებს. ნუ თავისთავად არა, ხო იღმერთი ნიშნავს, რომ არ ავნოს სხვას. იღმერთი ნიშნავს, რომ არ გააფუჭო რაღაც, მე ხვდი, ანუ არ დააზიანო. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, მე ხვდი, რომ იღმერთეთ ერთმანეთზე და სამყარო იქნება იდეალური. სამყარო იქნება და ეს ჯოჯოხეთი სადაც თქვენ მოხვედით, თუ გადაიქცევა 60-ით. ამ შემთხვევაში გადაიქცევა 60-ით, მე ხვდი, რომ
ხალხი ამ ღმერთობით ერთმანეთის სიყვარულით ხო, რომელიც ღმერთობის თავარი ნიუანსია. ერთიანდება, ერთი აზრისა და ერთი იდეის ქვეშ ხდება. და ეს არის იდეოლოგია და ეს არის მთავარი რელიგიური არსი და იდეა. ამაზე აწყობილი ყველაფერი მოხდე. ამათ ეს უნდათ, რომ ის იყოს ღმერთი და ჩვენ ვიყოთ არაფერი, ჩვენ ვიყოთ ის მონები, ჩვენ ვიყოთ ზომბები, ჩვენ ვიყოთ ზვარაკი, რომელსაც შეგვწირავენ და კი, ესეა, გწირავენ კიდევაც. თქვენ ქართულ ხალხს, თქვენ ხართ ზვარაკი ებრაელი ხალხის. თქვენი რელიგია აწყობილია ისე, რომ ჩვენ ვემსახურებთ იმათ ღმერთებს, ოღონდ იქიდან შესაძლებელი არ უნდა მივიღოთ არაფერი და იმათმა ჩვენით უნდა ისაზრდოვონ. ჩვენი წვალები და ჩვენი ტანჯვით უნდა მიიღოთ ენერგია. ეს არის დემონიზაციის და სატანიზმის შედეგი, ხო, რომელსაც ისევ ქართული ხალხი თავს უწიგნურობით უწყობს ხელს. გინდა ბიბლია რა არის რეალურად და რას გეუბნება სიმართლეზე რეალობაში რა არის სიმართლე, ხო? აიღე და წაიკითხე ბიბლია და მიხვდები რა არის ჭეშმარიტება და რა არის სისულელე. წაიკითხეთ ბიბლია, პრობლემა ეგ არის, მოხდეთ ხალხი ბიბლიას აკითხულობს. წაიკითხოთ რომ მიხვდეთ რა არის ის. რომ მიხვდეთ. რეალობაში ეს არის სიმართლე ნარევი, სიცრუე, რომელიც ემსახურება რეალურად ადამიანის დეგრადაციას და ადამიანის ზომბირებას. ხალხის მართვის იარაღი. პლუს კიდე სხვა რაღაცეები. ამიტომ აი თითქოს ჩემი არსებობას და ჩემი ცხოვრებაც ამას ემსახურება, რომ აი ეს დრო უნდა დადგეს. მოხდეთ რომ ამ დროს კი ვილაპარაკე ამდენი, მაგრამ ეფექტი არ ქონდა. ამის მერე ხო როცა გადავა უკვე სატურნი გადავა, ნეპტუნი უკვე მან, ხო ამის მერე ქადაგებას კიდევ უფრო მეტი აზრი ექნება და ადამიანები უფრო გაიღვიძებენ ამაში. მოხდიან თითქოს ადამიანები გამოდიან უკვე ამ ლეთარგიული და ამ ილუზორული ცხოვრებიდან, გამოდიან ამ ჭურიდან ამოდიან, მოხდეთ ანუ ვიღაცამ უკვე ჭურში უნდა ჩადოს ის კიბე ჩაღდოს და ხალხი ამოიყვანოს იმ ჭურიდან და დაანახოს რომ შეგიძლია იყო ბედნიერი. შეგიძლია გქონდეს ნორმალური ცხოვრება, შეგიძლია სამყარო გახადო ჰარმონიული, მოხდე, ანუ შექმენი ეს ყველაფერი, შენ ღვთის ნაწილი ხარ, ღმერთი ვინ არის, შემოქმედი ხარ, ამიტომ იყავი შენ შემოქმედი. შექმენი სხვა რეალობა, ის რეალობა, რომელიც ღმერთამდე მიყვანს და ის რეალობა, რომელიც შენ სულში არსებულ ღმერთს დაკავშირებს. შენ რომ ამას ისწავლე ღმერთთან კავშირს, ხო, შიგნით იქნება კავშირი, უკვე ეს კავშირი იქნება უკვე ორმხრივი. შიგნიდან გესმის იმისი და გეუბნება ის რაღაცეებს. ხშირად თქვენი აზრები არ არის. ხშირად თქვენი აზრები ეს არის რაღაც სხვა სუბსტანციების და დემონების აზრებია, რომელიც გონიო თქვენია. ამ დროს თქვენ არ ახართ. თქვენ საერთოდ თქვენი შინაგანი სულის ხმალს გესმის საერთოდ. მოხდე რელიგიის მთავარი არსი რა არის, რომ ის კიბეები ანახოს, რომ იმ სულამდე მივიდეს. ღმერთამდე მივიდეს, მოხდე შინაგან მემდე მივიდეს და იმას ელაპარაკოს და იქიდან წამოიღოს ჭეშმარიტება და სიმართლე, იმიტომ რომ ჩვენი რეალურად სხვა გზა არ აქვს. ადამიანებს, იმიტომ რომ ცხოვრობ სიცრუეში. 90% რაც გარშემო ხდება, ყველაფერი სიცრუეა აბსოლუტურად. ამიტომ კარგ შემთხვევაში და დამუშავების შემთხვევაში ეს ადამიანები, რომლებიც ახლა გამოვლენ, ხო, ესენი იქნებიან ერთგვარი სულიერ ლიდერები, უძღვრები, რომლებიც ახალ ძლიერ არხებს ხსნიან, რაც მასებს საშუალებას აძლევს ანუ იგნორირებული რაღაც სხვა ჭეშმარიტება დაინახონ, მოხდით ჩაერთონ იმ რეალურ ახალ თემებში შექმნა ნამდვილი ის ეგრეგორი, რომელიც იქნება რეალურად ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე და ადამიანების ბედნიერებაზე ორიენტირებული. ეს არის იმედი ერთ-ერთი, რომელმაც უნდა რაღაცა უნდა ისაქნას, შეცვალოს უკეთესობისკენ. ეხლა კიდევ რა ნიუანსები აქვს ამ ნეპტუნს და რას გააგვიძებს აქ გარდა ამ ყველაფრისა, ხო? აქ უკვე იღვიძებს მოწყალება, თანაგრძნობა ამ პერიოდებში, ბევრად უფრო აქტიური თანამონაწილეობა იწყება პროცესებში, სოციალურ პროცესებში იწყება აქტიური თანამონაწილეობა. ეს არის სულიერი ოპტიმიზმის და ენთუზიაზმის, მაღალი ენთუზიაზმი, იმიტომ რომ ვერძე განაგებს ზოგადად ენთუზიაზმს.
ისინი ხშირად აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რომელშიც არაფერს არ ელოდებიან, უბრალოდ აკეთებენ, იმიტომ რომ ეს რაღაც სიამოვნებთ. ჟილკა აქვთ. მათთვის ცხოვრება ასპარეზია, მათთვის ცხოვრება არის ერთგვარი სარბიელი, სადაც ისინი ეჯიბრებიან რაღაცებში. მოხდე, აი ეს რაღაცები წამოვა ძალიან წინ. და შეიძლება აისახოს მუსიკაზე, შეიძლება აისახოს ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე. ანუ წინასწარმეტყველური ნიჭები გაიზრდება ასკეტიზმი, ქადაგება ასკეტიზმის, ასევე წამოვა სიზარმაც, ილუზიები, მიდრეკილება კონსპირაციებისადმი და ასე ვთქვათ, მორალურ-ეთიკური დეგრადაციაც კი შეიძლება ამან მისცეს ადამიანებს არასწორად განვითარების შემთხვევაში. ნუ ყველაფერს აქვს თავის პლუსი, ყველაფერს აქვს თავის მინუსი, ანუ პლანეტა რო შედის იქ, შეიძლება ადამიანმა დაამუშავოს დადებით, ან დაამუშავოს დადებით პოზიტიურად, მაგალითად, უარყოფითი ხასიათებიდან, როცა ნეპტუნი არის მან, ხო? განვითარება, ანუ ყალიბდება, გრძნობების არევა ხდება, გრძნობების, ანუ ქაოსური გრძნობები ხდება. აღქმის უაზრო ანუ უაზრო აღქმის უნარი აქვს, რაღაცა ვერ იგებენ რეალურად, ასს ვერ ატანენ ყოველ შემთხვევაში. ეს შეიძლება ადამიანს ასევე მისცეს ზედმეტი სენსიტიურობა და აკვიედებული აზრები და მანიაკალური დამოკიდებულება რაღაცეებზე, ანუ თავის უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეებიც, დადებითი განვითარების ადამიანი მთელი ენერგიას იმართავს ოცნების განხორციელებისკენ. ეს უდრეკად უყურებს მომავალს, მიხვება გულწრფელად, წამს ჯერა და ძალიან ჯერა ასევე გულიდან წამოსული აზრების. ეს ეხლა თაობები დაიბადება ესეთები, ხო? ანუ ჩვენი მომავალი შვილები, სწორედ აი ამ პერიოდში დაიბადებიან, რომლებიც ვერძის გავლენა ექნება, ვერძი ნეპტუნის გავლენა ექნება ძალიან დიდი და ღრმა. ხო, ამიტომ ძალიან ესეთი საინტერესო პერიოდია და ძალიან საინტერესო მდგომარეობა აქვს მაგ მხრივ. ესე იგი, დადებითად იმუშავებს თავისთავად ეს ნეპტუნის ასპექტი ცეცხლის სტიქიებზე, განსაკუთრებით ლომზე, მშვილდოსანზე, მერე მერწყულზე და ასევე ტყუპებზე. თუმცა ეს შეიძლება ასევე უარყოფითად აისახოს ისეთ კარდინალურ ნიშნებზე, როგორც არის კირჩხიბი, სასწორი, თხის შქა. ხოდა აი მათთან უკვე ყალიბდება უკვე გარკვეული ილუზიები, მათთან ყალიბდება უკვე რაღაც მოტყუება, ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ დილემის წინაშე, სიცრუის, ინტრიგების, ფსიქიკური პრობლემების, მიდრეკილების მისკენ, მიდრეკილების რაღაც ალკოჰოლიზმისკენ და ასე შემდეგ. მიდრეკილების მავნეჩვევებისკენ და ასევე აფიორებისა და გარკვეული, ესე ვთქვათ, ინტრიგების მსხვერპლი გახდნენ ესენიც, ეგეთი რაღაცა. ნუ ეს პერიოდი ზოგადად, როცა ნეპტუნი მაინც განაგებს ისეთ ორგანოებს, როგორც არის სისხლი, სისხლის პლაზმა, ლიმფა, რაც კი თხევადია ჩვენში. ამ შემთხვევაში უკვე ჯანმრთელობის მხრივ მოიმატებს არტერიული წნევისა და ტახიკარდიის, ასევე მიდრეკილებები, გულსაყრდო დაავადებების შესაბამისად მეტი კონტროლი ჭირდება სწორედ აი ამ სისხლის თემებს. და განსაკუთრებით მათ, ვინც არიან აცრილები და ვინც არიან ვაქცინირებულები COVID-19-ის დროს და რეალურად მერეც ურჩევდი ყველას, რომ აკონტროლეთ მაქსიმალურად პროტრომბინი. პროტრომბინის დონე უნდა გქონდეთ ყოველთვის ნორმაში. ეგაა თქვენი ყველაზე მთავარი დავალება და დანიშნულება. სანამ დამოუკიდებელი მეცნიერები ან სანამ ვიღაც სხვები არ დაიწყებენ ანტიდოტის შექმნას ამ ვაქცინის, მანამდე დრო რო გაიწელოს აუცილებელია, იმიტომ რომ აი ეს ვერჩი ნეპტუნი აუცილებლად გამოიწვევს სწორედ ინსულტებისა და ინფარქტების ალბათობას, თქვენთან არა, მე ვიძახი ზოგადად. თუმცა რისკები იზრდება.
როცა უკვე თემებია, ასე ვთქვათ, ვაქცინაციასთან და ეგეთ რაღაცებთან დამოკიდებული. ანუ ეს ახლა რეალურად მე ავესწარ ვაშინი, უბრალოდ მე გაფრთხილებ და გეუბნებით, რომ ისევ ის თემაა, რომ მინდა კარგად იყოთ და მინდა ჯანმრთელად იყოთ. ამიტომ უბრალოდ რა არის? მიდით 3 თვეში თუ ან 6 თვეში ერთხელ და აკონტროლეთ ეს პროთრომბინის დონე. ეგ არის და მიაქციეთ მაგას დიდი ყურადღება. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ რეალურად ნეპტუნი იწვევს ასევე სიძველების შევიწროებასაც. ერთგვარ სპაზმებსაც კი და ნუ თავისთავად ახლა პათოლოგიების ალბათო მაგ დროს მაგ შემთხვევაში მაღალი არის. ნუ ნეპტუნი გასაგებია, მანამდე მე კიდე სატურნის გადაყვება იქ და სატურნი კიდე ტრამირებისა და მოტეხილობის და ეგეთ რაღაცებს შექმნის უყოფით ასპექტებს მაქვს. თუმცა ნუ მათი ესე ვთქვათ მათი შეერთება და მათი ერთად ყოფნა დიდი ხანი არ გრძელდება, ეს ესეთი პატარა ხანმოკლე ისინია მაინც ერთწლიანი ასპექტებია, იმიტომ რომ სატურნს მაინც დიდი სისწრაფე აქვს, ნეპტუნი კიდე ბევრად უფრო ნელი არის, სატურნს ერთი ზოდიაქოს ნიშანი რომ გაიაროს ჭირდება 2 წელიწადი და 7 თვე, დაახლოებით ნეპტუნს კიდე ჭირდება 15 წელიწადი რომ ზოდიაქოს ნიშანი დაასრულოს. ამიტომ მაგ ნიუანსებს მიაქციეთ ყურადღება და იყავით მაქსიმალურად ყურადღებით მაგ დროს. შემდეგი თემა, რაც ნუ ზოგადად ყოველ შემთხვევაში ნეპტუნზე ახლა რაც მინდა მითქვა იყო აი ეს ნიუანსები და ეს რაღაცები ყოველ შემთხვევაში ეს დადებითი და უარყოფითი ფონი რაც ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ ყოველ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი კეთილდღეობისთვისაც, რადგან უარყოფითი ფონი ანიშნავს მაინც და მაინც უარყოფითს. შეიძლება ყველაფრის დამუშავება, შეიძლება ყველაფრის ჩვენ სასიკეთოდ გამოყენება, ამიტომ მაგაზე კიდევ უდაბრეკოთ მე. ჯერჯერობით მაგისი ასპექტები რომ დაიწყება უკვე მოქმედებს, რომ დაიწყებს მოქმედებას, მე როგორ იქნება მაგას საუბარი, როგორ უნდა დავამუშავოთ ნეპტუნი და საერთოდ ნეპტუნს სჭირდება საერთოდ უფრო მეტი კონცენტრაცია, რელაქსაცია ჭირდება ადამიანს, ნეპტუნს ასპექტები აქვს. იმიტომ რომ ეს პერიოდები, რომლებიც ახლა ჩვენ გვაქვს, ხო ეს დრო, აი ეს გარდამავალი პერიოდი, ეს იწვევს გარკვეულ ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს, ეს იწვევს გარკვეულ უძილობას, მოუსვენრობას, ეს იწვევს, იმიტომ რომ ძილს განაგებს ნეპტუნი საერთოდ. ასევე ნეპტუნი განაგებს ღვიძლს და იმ ასე ვთქვათ ეს ღვიძლი, რომელიც არის მთავარი ლაბორატორია ჩვენ ორგანიზმში, ამ დროს ძალიან იდურთება. შესაბამისად, ასევე ეს ღვიძლზეა დამოკიდებული ნერვულ სისტემაც. გვინდა არ გვინდა ესეა. იმიტომ რომ ნებისმიერი ინტოქსიკაცია და ნებისმიერი რაღაცა ღვიძლში მიდის, მე როგორ ადამიანს გულხოს ტვინზე. ეს უკვე მოქმედებს მის ფსიქიკაზე და ასე შემდეგ. ეს შემთხვევაში ადამიანსაც ბიპოლარული აშლილობა და რაღაცა აქვს, ღვიძლის ინტოქსიკაცია და მიდის ტვინზე, ტვინში გამოიყოფა სისტემაში დოპამინი და იწყება უკვე ადამიანში უკვე სერიოზული პრობლემები უკვე ამ მხრივ. ნუ მოკლედ ეს ძალიან ვარ ჩავღმავდეთ ამაში. აი ეს ასპექტი, რომელიც ახლა ფიქსირდება დღესდღეობითაც კი ესეც ნუ ესეთი რაღაცა, ესეც იწვევს გარკვეულ ფსიქოემოციურ დაძაბულობას. ძალიან ძიმე იყო თებერვალი დასაწყისი განსაკუთრებით აი მარტის, თებერვალი-მარტი ეს გარდამავალი პერიოდი, როცა ძალიან დაეცა ბიოენერგეტიკული მდგომარეობა დედამიწაზე და ადამიანზე კვდებოდა, აი კაცი-კაცზე. მაგ დროს მამაჩემს გარდაიცვალა და მაგ დროს აი ეს პანაშვიდიდან პანაშვიდზე გადადიოდნენ ხალხი, მე ხვდი ზოგი ვიცი რომ 4 პანაშვიდი გამოიარა და მე მოვიდა ჩემთან. ჩვენ ოჯახში აი ესეთი უბედური პერიოდები იყო და ესეთი უბედური პერიოდებს გავდივდით, როცა აი თითქოს რაღაცა ენერგია ჩამოვიდა და ეს ხალხი ესე მოცელა ახედან და ეს ერთდროულად გაიყვანა ამ სამყაროდან. ნუ დგას ხომ ეგეთი კონფიგურაციები. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რა, ახლა კიდე რა მნიშვნელოვანი და რა არის კიდე ძალიან ესეთი საყურადღებო.
ეს პლანეტარული ასპექტები, რომელიც ახლა ჩვენ აქ გვაქვს, ხო, დღესდღეობით, გადის რაზე? გადის იმაზე, რომ პლუტონი იღებს, ესე თქვათ, ასპექტს, პლუტონი აკეთებს აი ამ სტელიუმზე სექსტილს, ანუ რეალურად აი ამ ხელა ენერგიის გადამუშავებას აკეთებს პლუტონი. ანუ პლუტონი ეს არის ერთგვარი ტალღის მჭრელი, ესე ეძახიან მაგას, ის იღებს ამ ყველაფერს და ის ამუშავებს ამ ყველაფერს. ანუ თქვენ თუ რაღაცას რას გეუბნება ეს ასპექტი, რომ თქვენ თუ რაღაცას ეკეთება გინდათ, უნდა დაიწყოთ ტრანსფორმაცია, რაღაცები მოსპეთ, თავიდან დაანგრიეთ და თავიდან ააშენეთ. აი პლუტონი აკეთებს მაგას, მოგეხმარებ მე ამ ყველაფერში, ოღონდ ის ძველი დაანგრიე, ის რაღაცები მოაგვარა, რაც იყო დასამთავრებელი დაამთავრე, დაეწყე ყველაფერი თავიდან. ყველაფერი თავიდან ახლიდან დაწყების პერიოდია, მიხვდით, ანუ სამყაროც ქვეყნებიც გადატვირთვის პერიოდია ერთგვარი რა, ეს უნდა გადაიტვირთოს ეს და ესე უნდა იყოს რაღაცა ახალი ეპოქა და ახალი დროება, მიხვდით, ეგეთი რაღაცაა. აი ამ ნაკადში უნდა ჩვენ მოვყვეთ სასიკეთოდ. მიხვდით, ანუ შეგვიძლია ეს ყველაფერი ჩვენ რაღაცები დავიწყოთ და სასიკეთოდ გამოვყვეთ ეს ყველაფერი ან და გაგრძელოს ყველაფერი ისე როგორც იყო და ისევ გავაგრძელოთ რეგრესი. ეს როგორც ლოკალურ დონეზე, ინდივიდის დონეზე, ოჯახის დონეზე, ქვეყნის დონეზე, მიხვდით, ანუ გეოპოლიტიკის დონეზე ყველაფერი რაღაცა ხდება. ძალიან ბევრი ასტროლოგი იძახის კიდე იმას და არის ტენდენციები იმისკენ, რომ უნდა დამთავრდეს თითქოს დამთავრდეს იმაში, უკრაინაში აპრილის თვეს. მე არ ვიცი მე ხლა ამაზე პროგნოზი არ გამიკეთებია და ცოტა არ ვიცი, ისეთი მძიმე ასპექტი გველოდება იმ პერიოდში, აპრილის თვეში, რომ ცოტა მიჭირს მაღაზე რაღაცის თქმა, მე მგონი იმ კიდე უნდა გაართულოს რაღაც ფონიან, რაღაც ახალი კერა შექმნას. იმიტომ ის ასპექტია ესეთი, რომელიც ახალი რაღაც კერისა და ახალი ომის დაწყების ასპექტებს უფრო იმაშორება. ანუ რეალურად ეგ არის დრო, უფრო ისეთი პერიოდი, ეგ დროა ეს აპრილის 18, 19, 20, 21, 22, 23, აი ეს პერიოდია, ეს კვირა. როდესაც ემთხვევა რეალურად მას წით ზოგადად ქრისტეს აღდგომას, აღდგომის დღესასწაულს და თითქოს ამ დროს უნდა ჩაისახოს რაღაც ახალი დიდი კონფლიქტური და დიდი საომარი ვითარება. ამიტომ არ გამოვიცხავ სტიქიურ უბედურებებსაც მაგ პერიოდებში, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იქნება. ნუ მოკლედ, უნდა იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად ცეცხლთან, უნდა იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად ფეთქებად ნივთიერებებთან, უნდა იყოთ კონფლიქტების მიმართ მაქსიმალურად ცადეთ, რომ თავი შეეკავოთ და არ შეგვიდოთ კონფრონტაციაში არავისთან და მაგ პერიოდში ეცადეთ, რომ ეს ბასრსაგნებთან, დანებთან, ხერხთან, ცულთან, ეგეთ რაღაცებთან იყოთ ძალიან ფრთხილად, ეგეც ნუ ეს ყოველდღიური გამოყენების ნივთებთან, რომლებიც შეიძლება ძალიან მის იყოს. ანუ ასევე ამ დროს ოპერაციის გაკეთებაც არაა რეკომენდირებული და ამ პერიოდებში უნდა გადადოთ ყველაფერი, რაღაცას მნიშვნელოვანი, რასაც აპირებდით. მოკლედ, ნეპტუნი ვერძზე კიდევ იქნება საუბარი, კიდევ იქნება საკმაოდ საინტერესო, ასე ვთქვათ, ლაივები ამ მხრივ, იმიტომ რომ ის მე უკვე შედის კონფიგურაციაში, მე უკვე პლუტონთან და პლუტონისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტები ეს ერთგვარი გარანტია იმისი, რომ დიდი გლობალური და მასშტაბური ომები დედამიწაზე არ უნდა მოხდეს. არ უნდა მოხდეს. და უნდა რაღაცები შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, უკეთესობისკენ, მოხდით, ტრანსფორმირდეთ მშვიდობიანი გზით, უკეთესობისკენ და ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ ესეთი ფონი ჩვენ მაინც ქონდა 90-იან, 80-იან, 70-იან, 80 წლებში მორჩა ეს. რაღაც მსგავსი, ვინც ამ პერიოდში დაიბადა. თითქოს იყო რაღაც დიდი, ისე თქვათ, თემები, რომ უნდა გაფეთქებული ყოფილიყო, მაგრამ აი ესეთ დიდ მსოფლიო გლობალური მასშტაბით დიდ ბრძოლებს და ომებს ყოველ შემთხვევაში ეს უშლის ხელს განვითარებას რა, ეგეთ რაღაცების და ძალიან კაია. ამიტომ ეგ ერთი მოსალოცი ამბობ, იმიტომ რომ ეგ ეპოქალური ის არის ასპექტი არის და ეგ დიდი ხანი გრძელდება კიდე ეს რამდენიმე წელი 14-15 წელიწადი მაინც სავარაუდოდ ეს გაყვება კიდე ეს დიდხანს ეს ეგ ასპექტი და კარგია ეს. ნუ ერთგვარი გარანტია იმისი, რომ
თუ კი რამე დაიწყება, ყველაფერი რაღაც მოგვარებადია და გლობალურ მასშტაბურს რაღაცა დიდ საფრთხეს უწევს ყოველ შემთხვევაში. გარდა ამისა, მერე უკვე ამ ყველაფერს წამოეწევა უკვე ურანიც და ისიც შედის მათთან დადებით ასპექტებში და ეს სამი დიდი მძიმე პლანეტა, როგორც ურანი, ნეპტუნი, ეს არის ტრანსსატურნიალური და ეს არის ტრანსცენდენტალური რაღაც პლანეტები, რომ ადამიანის ცნობიერებას შეცვლის რაღაც უკეთესობისკენ. ანუ გვაქვს რეალურად იმის შანსი, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შევცვალოთ, ანუ რაღაცა გვეხმარება ზედა ძალები, ამიტომ თავი ახსოვთ ჩვენს გამიძერდა და ყველაფერი დალაგდება. ამიტომ ესე დღეს ეს თემა ლილითი მორიელზე ვერ ვილაპარაკოთ. ამიტომ ლაივი ძალიან დიდი ხდება და მისი ყურება უკვე არ ხდება მე საინტერესო. ლილითი მორიელი ესე თემაა, რომ 9 თემად იქნება და ყოველ შემთხვევაში არ დაგარბის, მოვასწრებთ ყველაფერს. და მაგებზე მე ვისაუბროთ. დღეს ეს იყო სულ, რაც მინდოდა მეთქვა. გილოცავთ კიდევ აი ამ გაზაფხულის ბუნიაობასაც გავიარეთ, იმ ახალ წელს რაც გქონდა და კარგი ახალი წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამინდებით ცუდია, მაგრამ მაინც ცაზე კარგი ის იყო, დადებითი ფონი გქონდა საკმაოდ კარგი, ამიტომ იმ ახალი წლის ფონზე შეიძლება რომ რაღაცები დალაგდეს დედამიწაზე და რაღაც დამშვიდეთ სიტუაცია. ამიტომ მშვიდობა გქონოდეთ, რაც ყველაზე მთავარი არის, კეთილდღეობა გქონოდეთ, ჯანმრთელობა და ღირსება. ეს ერთმანეთის სიყვარული მე ყველაზე მთავარი რაც მოყვება ყველაფერს და ერთმანეთზე იღმერთეთ, რაც გქონდა, ასეც გქონდა დღეს საუბარი. ეგ არის. და ეს ყველაფერი და ჩვენ ცხოვრებას დალაგდება რა. შეცვალე საკუთარი თავი და თქვენ სამყარო შეიცვლება. გარშემო ხალხი შეიცვლებიან. და წასასვლელი წავა. და ვინც უნდა მოვიდეს, ანუ როცა უკვე თქვენი მდგომარეობა, თქვენი რადიაცია თქვენ გაქვთ, ხო, ესე თქვენი მიკროკლიმატი, რომელსაც თქვენ ასხივებთ ენერგეტიკის სახით იცვლება, გარშემო სამყაროც იცვლება. იცვლება ხალხი, იცვლება მეგობრები, იცვლება ადამიანები, ვინცთან მოდიან, მოხდით და აი ეს განწყობა პოზიტიური სიყვარულის მოვლენ ხალხი და იქნება სიყვარული. იქნება პოზიტივი და იქნება ერთმანეთის ღმერთობა. ნახვამდის და მოვალ კვირამდე დაგემშვიდობებით.